მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ახლად ხელმოწერილი დოკუმენტის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარჩვევების გამოვლენის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. მემორანდუმი, რა თქმა უნდა, მოიცავს ურთიერთთანამშრომლობას, არ ამოეწურება ეს მხოლოდ იმ ერთი დღის ფორუმით, რომელიც დაგეგმილია 4 ოქტომბერს. 40 ბენეფიციარისთვის, რომლებიც დაბრუნდნენ უცხოეთიდან, გაიარეს სტაჟირება, აიმაღლეს კვალიფიკაცია და არიან უმაღლესი დონის მაგისტრები. ჩვენთვის კიდევ ერთი ძირითადი ფორმატი და ფოკუსი არის ამ უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდობის დასაქმება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ეს მემორანდუმი მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ბენეფიციარებს გქონდეთ პირდაპირ, ესე იგი, არსებულ ბაზარზე, იქნება ეს კერძო თუ იქნება ეს საჯარო დასაქმების სფერო, ექნებათ საშუალება, რომ პირადად გაეცნონ დამსაქმებლებს, გქონდეთ პირდაპირი ურთიერთობა, შეთანხმების საშუალება სხვადასხვა სამუშაო პოზიციებზე.